და მოდი კიდევ გავშლი ესეც საჯარო გაშლას დღეისთვის თუ რა როლს თამაშობთ თქვენ იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც შეიფიქრებთ და რომელზეც ფიქრობთ, ხო? რა როლს თამაშობთ თქვენ ჩაფიქრებული პიროვნების ცხოვრებაში, რომელზეც ფიქრობთ? ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელი თვე და რიცხვი, ასევე პიროვნების სახელი და გვარი დაბადების წელი თვე და რიცხვი და დავიწყოთ საჯარო გაშლის გაშლა. სახელწოდებით რა როლს თამაშობთ იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელზეც ფიქრობთ. ვნახოთ. რა როლს თამაშობთ. და აქვე მინდა დავდო ტაროს რჩევა თქვენ. რას გირჩევთ ტარო თქვენ? ფონი. 10-იანი, ვიღაც და დავდე. 10-იანი ხმალი. ფონი გვაქვს 10-იანი ხმალი, ხო? მოდი ვნახოთ საერთოდ გავარჩეთ ფონიდან დავიწყებ. ეს არის 10-იანი ხმალი. ვნახოთ რეალურად რა როლს თამაშობთ პიროვნების ცხოვრებაში, რომელზეც თქვენ ფიქრობთ და სამყაროს რჩევაც თქვენ თქვენთვის ამოვიღე. მაინტერესებს სამყარო რას გირჩევთ? ტაროს რჩევა, სამყაროს რჩევა, როგორც გინდა დაარქვით, არ აქვს მნიშვნელობა, ორივე ჩემთვის ერთია. ამ შემთხვევაში, როცა რჩევას ეხება საქმე, ხო, დავიწყოთ ახლა გაშიფრვა. და მოდი დავიწყოთ ხომ ფონი რა თუ აქ ეს არის 10-იანი ხმალი. 10-იანი ხმალი ამ ურთიერთობაში არის ამ ურთიერთობაში თუ არა მოკლედ აღწერდა თქვენ უფრო კარგად ისეთ ხო რეალურად არის დასასრულის ტკივნეული გამოცდილების ღრმა ტკივნეული კვალი რო დატოვებული ადამიანში ურთიერთობის ფონია ხო შესაძლოა მის ცხოვრებაში თქვენ მოდიხართ მას შემდეგ რაც ის გატეხილი იმედგაცრუებული და მიტოვებული იყო ან რაღაც ისეთი ზოდი სასწავლო ურთიერთობის გამოცდილება ქონდა ხო ცხოვრებაში და თქვენთან კავშირიც ასე ვთქვათ და თქვენთან კავშირშიც რაღაც მომენტში განიცდიდა ფიზიკურ ან ემოციურ ესე ვთქვათ ტკივილს ხო დაცემას ხო ეს არკანი ხშირად მიგვანიშნებს იმაზე ხო რომ რაღაცნაირად ამ პიროვნებამ თითქოს თქვენმა ჩაფიქრებულმა პიროვნებამ აი საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღო რაღაც ასე ვთქვათ ხო რაღაცნაირად ძალიან ტკივილიანი დასასრული ქონდა ამ პიროვნებას და რაღაც განწირული იყო ტკივილისთვის ხო სადაც პიროვნება დაასრულა რაღაც ტკივილიანი პერიოდი თავის ცხოვრებაში და თქვენი გამოჩენით ასე ვთქვათ გამოჩნდით მის ცხოვრებაში გადაწყვიტა რომ თავიდან დაიწყოს სუნთქვა ხო და დაიწყოს ცხოვრება თუნდაც აი ესეთი რაღაც მოდის ჩემთვის რაღაც ახსნის თემაში თითქოს ამ პიროვნებასთან მიმართებაში ხო განდეგილი რას მეუბნება ხო თქვენი როლი მის ცხოვრებაში თქვენი ყოფნა მისთვის არის სიღრმისეული სულიერი გამოცდილება ხო აი თუნდაც იმ ტკივილიანი დასასრულის შემდეგ თქვენ რომ მის ცხოვრებაში ჩნდებით ხო ეს ამაზე მიგვითითებს ის თქვენს ურთიერთობას აღიქვამს როგორც საკუთარ თავთან ყოფნის და ჭეშმარიტების ძიების საშუალებას ჩამოკარგება და ძვირფასება ძალიან დიდი და ღრმა მნიშვნელობის მქონე არკანია თქვენთან მიმართებაში თქვენ მასში იწვევთ აი როგორ თქვა დიდ სულიერ სიღრმავეს რომ თქვენ მისთვის ხართ საშველი რა შეიძლება მას ჭირდებოდა დრო დასაფიქრებლად აი როგორ თქვა იმისთვის რომ გაემარტივებინა პასუხების პოვნა თქვენთან მიმართებაში თავის ცხოვრებაში ხო რა რისთვის ხართ რატომ ხართ ხო და ამ ყველაფერს მას თქვენი დახმარებით თქვენი მხარში დგომით გადის რეალურად ხო ხვდებით მიუხედავად იმისა რომ განდეგილია ხო თქვენ მასთან ხართ და ეს მისთვის თუნდაც როდესაც არ ტოვებთ მას ასე მარტოს ძალიან ბევრს ნიშნავს ხო რეალურად აი შემდეგი არკანი სიძლიერის ან ძალის არკანი თქვენ მას ასწავლით აი ნახეთ მოსდევს ეგრევე ხო თქვენ მას ასწავლით თვით კონტროლს მოთმინებას გულის გონიერ სიძლიერეს ორივეს ხო გონებრივ და გულის სიძლიერესაც თქვენს გვერდით ის ურიგდება ეგუება თავის სისუსტეებს თავის ვნებებს აი სულ მცირე ცდილობს რომ რაღაცნაირად
შეეგუოს ამ ყველაფერს. ხვდებით, მისთვის ხართ არა უბრალოდ ემოციური ობიექტი, ხო, აი არანაირად რა, არამედ ხართ გამოცდა, როგორი უნდა იყოს სიყვარული, მან შეიგრძნო, როგორი უნდა იყოს სიყვარული, სადაც ძალა არ არის ადამიანებო ძალადობა, არამედ ზუსტად რომ ურთიერთობაშია და სულიერ მხარში და ყველანაირ მხარში დგომაში არის ეს სიძლიერე ურთიერთობის სიყვარულის აღმნიშვნელი მხარში დგომის, ხო? აი ყველანაირ ადამიანი მხარში გიდგას თუნდაც მიგიღო ისეთი როგორიც ხარ გატეხილი დამსხვრული და ცდილობს რომ აღგადგინოს, ხო? აი თქვენში ხედავთ ესეთ პიროვნებას, ხო? კვერთხების ორიანიდან გამომდინარე თქვენთან ურთიერთობა არის გადამწყვეტი ეტაპი მის ცხოვრებაში, ანუ არის არჩევანი, რომელიც მის მომავალს განსაზღვრავს რეალურად. მასში ანუ იგრძნობა, რომ თქვენს შორის შეიძლება ის გრძნობს რეალურად, ხო? რომ თქვენ შორის შეიძლება აშენდეს რაღაც დიდი ვებერთელა, მაგრამ ჯერ კიდევ დგას ან დაკარგულ გზაზე, მოკლედ როგორ თქვა, გზადაკარგულ წერტილზეო რო იტყვიან, ხო? ფიქრობს და არ მოქმედებს პიროვნება. ნუ მესმის, იმიტომ რომ რაც რთული პერიოდის მერე აღდგენა სჭირდება და ძალიან კარგი ჩამოკარგება რომ ეხმარებით ამ ყველაფერში ამ პიროვნებას, თუმცა ვიცით თქვენ ძალიან გიჭირთ, ხო? პაჟი პენტაკლებიდან გამომდინარე თქვენ ხართ ახალი სუფთა ენერგია ამ პიროვნების ცხოვრებაში, ხო? რომელიც მასში აღზევს ინტერესს, მოლოდის და ასე ვთქვათ, ცხოვრების გაგრძელების სურვილს. შესაძლებელია ხედავს თქვენში სანდო ადამიანს და ხედავს კიდევაც თქვენში სანდო ადამიანს, ვისთანაც შეუძლია ნელა და ფრთხილად დაიწყოს რაღაც რეალური და ზუსტად იცის, რომ თქვენ მას არ მიაწვევით, აი არ აჩქარებთ და გესმის მისი ტკივილები, ყველაფერი ითვალისწინებთ და აქედან გამომდინარე, აი ამ ყველაფერს თქვენში ძალიან აფასებს და რეალურად იმდენად სერიოზულად ფიქრობს თქვენთან მიმართებაში ამ ყველაფრის და გამო, რომ აი თქვენში ხედავს იმედს ეს პიროვნება და ტუზი კვერთხიდან გამომდინარე თქვენში არის მისთვის ძალიან ძლიერი ვნება. აი, ნახე, ვნებაც ხართ მისთვის, ინსპირაცია, ციცოცხლის ძალა ხართ ამ პიროვნებისთვის, იმიტომ რომ თქვენ აი მტკივილიანი დასასრულის შემდეგ მას შეაძლებინეთ ცხოვრება, სიცოცხლე და ამოსუნ თქვა, როგორც ასეთი, ხო და აი პროცესებში მიყვებით ძალიან გაგებით, ძალიან შვიდად და ასე ვთქვათ, მოთმინებით და ეს მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ის ყველაფერს ხედავს ჩამოკარგება და იცოდეთ თუ არ დაგეკარგებათ ის, რომ დაუნახავი არ არის, ხო? თქვენ ამოძრავეთ მას ასე ვთქვათ, შინდან ამოძრავეთ, ხომ? მასში გააღვიძეთ მოტივაცია, სურვილები, ბიძგები, რომ განაგრძოს ცხოვრება, რომ ცხოვრებას აქვს აზრი, რომ თქვენთან ერთად ის ამ აზრს და ცხოვრებას გააგრძელებს, ცხოვრების აზრს გააგრძელებს, ხო, აი რაღაცნაირად კარგად, საყვარად, ლამაზად ეს პიროვნება ჩაწვდა იმას, რომ აი ეს არის ზუსტად ურთიერთობა და არა ის საიდანაც ის მოდის, ხო? რომელშიც ის იყო, სადაც ის მოკლეს, ასე ვთქვათ, ხო? შესაძლოა თქვენკენ ან თქვენთან ფიქრობს, მოდი ესე ვთქვათ, ხო? თქვენზე ფიქრობს უბრალოდ როგორც მასთან გვერდში მდგომ კაშკაშა ენერგიაზე, რომ შემთხვევით არ ახართ მასთან შეხედათ კაშკაშა ენერგია ხართ თქვენ მისთვის, აი ზუსტად ამ არკანის მიხედვით განვიხილავ, ხო? მაგრამ ჯერ არ იცის როგორ აი როგორ ვთქვათ, იცი თან იცის, თან არ იცის როგორ ჩაერთოს ამ სულიერ კავშირში, ხო? აი დრო სჭირდება ამ ადამიანს მაინც, ხო? ორიანი პენტაკლებიდან გამომდინარე, ამასაც ვიტყოდი რომ ამასთანავე აი როგორ ვთქვათ, არჩევანში მაინც არის ეს პიროვნება და უფრო დაბალანსებასაც ცდილობს თქვენთან დაკავშირებული ძლიერი შეგრძნებები და სხვა პასუხისგებლობები ერთმანეთში, ასე ვთქვათ, არაურიოს, ხო, აი რაღაც გამიჯნვას ცდილობს ამ ყველაფრის და რაღაცნაირად უნდა რომ აი ესე დალაგებულად და ლამაზად საყვარლად მე არ ვამბობ აქ რომ პიროვნებაზე რაღაც სხვა არჩევანი არა, უბრალოდ ეს არის არჩევანი, ცდილობს დააბალანსოს თქვენთან დაკავშირებული ძლიერი შეგრძნებები და სხვა პასუხისგებლობები და ადამიანთან ან ცხოვრებისეულ პირობებთან მიმართებაში. ხო ხვდებით რას ვიძახეთ თქვენთან მიმართებაში, ან ცხოვრებისეულ პირობებთან მიმართებაში. შეიძლება ეს არკანი მიგვითითებს თუნდაც შიდა ქაოსზე, რომელიც პიროვნებაშია, ან როგორც ასეთი, არ ვიცი მე აქ როგორ უჩდება, მაგრამ ორმაგ თამაშზე, როცა ვერ გადადის ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე. ხო, აი თითქოს ხანესია, ორმაგ თამაში არ გულისხმობ, რომ მაინც და მაინც ცუდი ინტერპრეტაციით, ანუ ვიძახი, რომ აი ვერ გადადის, ხო, ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე და ხან ამას ფიქრობს, ხან იმას ფიქრობს, თუმცა იმაში დარწმუნებულია და კარგად იცის, რომ თქვენ მის ცხოვრებაში ტყუილად არ გამოჩნდით და რომ თქვენ ხართ მისთვის შანსი ცხოვრების ახალი დაწყებისა, ხო?
რეალურად როგორც ასეთი რას ვიტყოდი, თქვენ ხართ მისთვის ტრანსფორმაციული ძალა. პირდაპირ ავიღოთ ადამიანს, რომელსაც დაჭრილ მდგომარეობაში შეხვდით, მის ცხოვრებაში შეიტანეთ სულიერი განათება, განდეგილიდან გამომდინარე, შინაგანი წონასწორობა ძალიდან გამომდინარე, სიძლის არკანიდან გამომდინარე და ახალი სტიმული, ტუზი, ვერთხიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის. მასთან დაკავშირებულ ურთიერთობაში იგრძნობა პატივი, სულიერების ძიება, დიდი სურვილი, მაგრამ ამავე დროს გაწონასწორებული რო არ არის სხვა მსურვილებში, ესეც იგრძნობა, ხო? გადაწყვეტილების ენერგია მაინც ახლავს ამ დღევანდელ გაშლას ამ პიროვნებასთან მიმართებაში, რაც ამ ეტაპზე აფერხებს ამ ურთიერთობის ასე ვთქვათ ღიად განვითარებას, ხო? სამყაროს რჩევა, როგორც ასეთი დაკვირდით, ეს არის სამყაროს სარკანი, ხუთიანი, ხმლები უკაცრავად და ხმლების ტუზი. სამყაროს არკანი ეს ნიშნავს კავშირს, კარმულად მნიშვნელოვანს, და ისედაც კარმულად მნიშვნელოვანი ციკლია თქვენს ურთიერთობაში და სამყაროს რჩევის თემაშიც, რომელსაც დასრულების, დახურვის ან გათავისუფლების შანსი აქვს. ოღონდ სწორად უნდა გაიაროს ან მოკლედ ამ ურთიერთობამ და თქვენ აი ეს ყველა ფაზა და ყველა გზა, ხო შესაძლოა ეს ურთიერთობა დამთავრდეს ერთგვარი გაწმენდის გზით, რომ იტყვიან და გახდეს თქვენი ზრდის დიდი ეტაპი ჩამოკარგებო, ანუ თუ ესა ეს მდგომარეობაში დარჩა და ვერ გადაწყვიტა ალბათ უფრო დასასრულისკენ წავა, მაგრამ თქვენიცაც ძალიან დიდი გაკვეთილი იქნება ეს ურთიერთობა, რომელშიც ხართ და ერთგვარი ასე ვთქვათ აი რაღაცას რომ გაიაზრებთ და რომ გაგინათდებათ ხო გონება, ხო რაღაც თქვენი აი უბრალოდ ვიხდი გახდეს თქვენი ზრდის დიდი ეტაპი განვითარების, ხო? ხუთიანი ხმლებიდან გამომდინარე, მე ვიტყოდი ესეთ რამეს, რომ ნუ ეჯიბრებით, ნუ ეცდებით ძალით ან წაგებას, ან მოგებას. საჭიროა მოკლედ თქვენ რჩევა, ხო? თუ რამეა, ღირსელად გაუშვათ. თავმდაბლობით გაუშვათ, ხო, ყველაფერი, რაც ამ პიროვნებას უკავშირდება, манипуляცია და კონკურენცია გაანადგურებს იმ ყველა სიღრმეს, რაც აქამდე აშენდა, ხო? უბრალოდ ჩემი რჩევა ცალკეულად რო გითხრათ, ხო, როგორც ხართ ისე ამოთმინების უნარი არ დაკარგოთ სამყაროს რჩევიდან გამომდინარე, ხო? და ნუ შეეცდებით რომ ამენაირად აი ეს ძალდატანებით წაიყვანეთ უფრო და უფრო წინ და ხუთიანი ხმლების პოზიცია გამომდინარე უფრო და უფრო მეტად სწრაფად გინდათ განვითარება ურთიერთობის არ დააძალოთ ამ ადამიანს არაფერი მე მესმის რთულია თქო ამ ყველაფრის მოთმენა მაგრამ სამყაროს არკანიდან გამომდინარე სამყაროს არკანი თავისუფლად ყოველთვის მეორე შანსს ხომ შესაძლებელია ამ ადამიანთან შესაძლებელია სულიერად გაგზავნოთ ამ ურთიერთობამ ამ პიროვნებასთან და საერთოდ უფრო კაი პერსპექტიული მომავალიც კი გელოდებოდა წინ, ხო? ხმლების ტუზიდან გამომდინარე ეს რამეს ვიტყოდი სამყაროს რჩევას თქვენთან მიმართებაში. სიმართლე აღიარეთ, იყავით მკაფიო, იყავით ზუსტი თქვენთან მიმართებაში, საჭირო იქნება ფაქტების ასე ვთქვათ, დაყენება ემოციებზე და ჭეშმარიტ ხედვაზე და არა იმაზე ილუზიებზე ნუ ააგებთ ძალიან გთხოვთ ანუ ყველაფერს შეხედათ ხიზელი თვალით ხო თუნდაც ეს ტკივნეული იყოს თქვენთვის ეს არის სამყაროს რჩევა თქვენ ხართ ამ პიროვნებისთვის მოდი ასე ვიტყვი ხო სულიერი ანუ კარმული ურთიერთობა ანუ აი კარმა რას ნიშნავს ხო პიროვნების ცხოვრებაში ტყუილად არ გამოჩენილ ხარ ხო თუნდაც თქვენი გამოჩენა მის ცხოვრებაში იყო ის იმ საჭიროებიდან გამომდინარე რომ გამოგეყვანათ ის რთული სიტუაციიდან თუ ის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს თქვენთან მიმართებაში თქვათ ყოფნაზე ან გაგრძელებაზე ურთიერთობის თქვენთვისაც იქნება ეს გაკვეთილი ისიც კარმულია თქვენთვის როგორც პარტნიორი და ასე ვთქვათ სულიერად ძალიან გაიზრდებით პიროვნულადაც ძალიან გაიზრდებით შემოკარგებო ხო ანუ ესეთ რაღაცას ვიტყოდეთ თქვენ ხართ მისთვის სულიერი ამომავალი განათება რთული ფაზის შემდეგ ცხოვრებაში რაც მას ჰქონდა სიძლიერე ხართ მისთვის მოკლედ ინსპირაცია და აი რა ვიცი არჩევნის წერტილია რო იტყვია ხო მაგრამ ამასთან ერთად სარკე რომელიც აიძულებს მას საკუთარ თავთან შეჯახებას ჩამოკარგებო ხო თქვენთან კავშირი აქვს მოდი ესე ვიტყვით თქვენთან კავშირი აქვს და იცისო სულიერი კავშირი აქვს და თავადაც კარგად აცნობიერებს რომ ბევრი შესაძლებლობა აქვს თქვენთან ამ კავშირში მაგრამ ამ ეტაპზე დაბნეულია არ იცის არ იცის ხო აი ამ ორიანი პენტაკლებიდან გამომდინარე არ იცის ხო მზად არის თუ არა მთლიანად გათავისუფლდეს ან გაბედოს სრულყოფილი ნაბიჯების გადადგა თქვენთან მიმართებაში თითქოს რაღაც მომენტში შიშებს შეაურო იტყვიან ხო ხდებით რა აი რაღაც ესეთი მდგომარეობა რაღაც ასე ვიტყოდი
აი ამ გაშლაში, ამ გაშლიდან გამომდინარე და იმედია, რომ ყველაფერი დაალაგდება ცოტა რაც იმედიანად მინდოდა წასულიყო, მაგრამ თუ არ გამოვრიცხავ ურთიერთობა თქვენი და მისის დასრულდეს, თუ ეს პიროვნება არ გამოვა იმ დაბნეულობიდან და იმ გაუბედაობიდან, სადაც იმყოფება, თუნდაც წარსული შიშებიდან გამომდინარე, ვერ გადადგას თქვენთან ნაბიჯები, თქვენ ყველანაირად უდგახართ მხარში ის ამ ყველაფერს. ხედავს, აფასებს, მაგრამ ნახოთ რა იქნება. იმედია ყველაფერი დაალაგდება, ხო? გისურვებთ წარმატებას, კეთილდღეობას, ბედნიერებას, სილაღეს, სიხალისეს ცხოვრებას, ჩემო კარგებო და დაგემშვიდობებით. კარგად იყავით.